ხალხო პირველ რიგში მოგესალმებით. მიესალმე. მოგესალმებით, როგორ ხართ, როგორ აი დივანი ხალხო. სავარძლები და დივანი. ეხლა რო გამოვიტანეთ. ძლის გვეღირსა და მოგვიტანეს. 4 ბალიში მოყვა. ბებო. შეგიძლია მოდი დაწექი ახლა. წამოდი ხლა იქ ჩაწერე. მოვედით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოსულები არ ვიყავ იციან ბრალობა. გათიშე. ხო ის გათიშეს ვიდა. რატო? გათიშება იმას ვერ მოვაბრუნებდი აქ. მია ხო. როგორ ხართ ხალხო, რა ხდება თქვენსკენ? ახალი და კარგი. ჩვენსკენ არაფერი. დივანი შევიძინეთ. დივანი მოგვიტანეს გვეღირსა. დენ ხან ლუდინის. შემედეგ. ხო, აი ღებალში და ესე მიიყუდე. თუ ვერ უყუდე. მდივანი. ეხლა რომელი საათია? 12:15 წუთია ხალხო. ხო. ძალიან დიდი აღნა მოგვივიდეს ვიდეო, თორემ მე ვეღარავდით. ხო, გვიანი ვაშვა იტვიდება მე. რა ვიცი. ძველებურად არის ყველაფერი ჩვენ. დივანია ახალი. მატორი გავაკეთეთ თუ გაინტერესებთ. თავისი ტვინით. აფუჭებული გქონდა სარიცხვის რეცხავ და ვერაფერი. თუ არ ვწდებით წინა ვიდეოში გითხარით. მე მგონია უთხარით. ხო. არ მახსოვს და არ ვიცი რა უთხარით. კიდე დღეს სტუმარი ყავდა ხა საღამოზე გვიან წავიდა. ხო. იმიტომ მოვედი ცოტა გვიან. ეგონა გაგაგიბინოთ რა თქმა უნდა როდის მოვართ და როდის წავართ. სხვა რა ვიცი. ამ ქვეყანაში ნამიტანი არეულობა. რაც ხდება ამ ქვეყანაში თქვენც იცით. აღარ გვინდა, აღარ არის საჭირო ჩვენ გითხრით. რა თქმა უნდა აღარ არის საჭირო, მაგრამ რა პოზაზე მაქვს ეს თმები მაქვს შესაღები ხალხო. და ვეღარ მივახციე იქ. ხო მართლა ის მინდოდა თქმა. დღეს შობა, გილოცავთ შობას. გილოცავთ. მრავალ შობას დაესწარით. მრავალს ჩვენ შობასაც მოგილოცავთ. რა თქმა უნდა, იმასაც მოგილოცავთ მერე. ეგ 7 იანვარს დიდი დროა იქამდე. რა თქმა უნდა. იმასაც მოგილოცავთ. გილოცავთ. მისი ძალი და მადლი ფარავდეთ. ქრისტე შობა. ყველაზე ქრისტე იშვა დღეს. ყველაზე სასიხარულო დღესასწაულია. კიდე ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 47 წლის თავია. ულოცავთ დიდხან სიცოცხლოს ჩვენ საიმედოდ ჩვენთვის ელოცოს მუდმივად ლოცულობს საქართველოსთვის და მუდმივად ყოფილიყოს ჩვენთან. მუდმივად ეხლა ადამიანი მუდმივად ვერ იქნება, მაგრამ დიდხან სიცოცხლოსო ჩვენთვის ელოცოს. და ტკბილი სიტყვა გაგვიგონოს ლოცვის იმის პირიდან. იმიტომ რომ თბილად მოსაუბრი ადამიანია და იმანიცის ჩვენ როგორ უნდა მოგვიყვანოს უფლისკენ და შეგვატრიალოს. სხვა რა ვთქვათ. თავარია უფლისკენ ვიყოთ მიბრუნებულები. სიბოროტი არ ვიყოთ წეღანა თქვეს რომ 4 წლის ბავშვმა ბაბუა მოკლაო. თუ 12 წლის ბავშვმა რა ნიზით მოკლა რითი მოკლა. ბაბუა მოკლაო, მე რა ვიცი. რა ვიცი წეღან გავიგებ საერთოდ არც ტელევიზიით მომისმენია და ინტერნეტშიც არ შემოხვედრია არსად. რაღაც რონეია ბაბუა. მე რა ვიცი. 12 წლის ბავშვმა ბაბუა როგორ მოკლა. მე მიგვეს ხალხო, რა ვიცი.
მე არ გამიგონია, ინტერნეტში იყო. ინტერნეტშიც არ მინახავს დღეს, არ ვიცი. ამ საღამოზე შევედი ინტერნეტში დილათაც ვიყავი და არ გამიგონია, არ ვიცი, არ შემხვედრია. შემხვდებოდა რომ ყოფილიყო. ეგრე. რა ვიცი, შეიძლება ყურადღებას არ მივაქცია, მაგრამ შემხვდებოდა. ხო, შეიძლება არც მიექცია ყურადღება და იმიტომ ეგრე, აი როგორ შეიძლება, რა ვიცი, მე ძალიან ცუდი მდგომარეობა, ძალიან ცუდი, აი ძალიან. რავი, რა იქნება? აი როგორ შემოგვიტრიალდება, არ ვიცი, კაცმა არც. რა ვიცი. მე ესე მგონია, რომ რა ვიცი, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება მენჯერა. რა თქმა უნდა, ღმერთი არის. აი ღმერთმა გადამარჩინა გუშინ. ღმერთი არის ჩვენსკენ. და ღმერთი სულ იქნება და ღმერთმა გამომიგზავნა ის ბიჭები, რომ წყალი მომაწონეს. კი, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. ჯანმრთელობას და წინსვლას და ბედნიერებას უსურვებ. მე რაღაცა დიწვიდა და რა ვიცი მე ხალხო, ისე გადავხდი, რომ ამ მუხლის ტკივილი საერთოდ დამავიწყდა გუში. იმაზე ვამბობ, კი რა რომ გადამიარა ვიღაცა გუში, საღამოში. გიორგი, აი ეს ნათება და ეს ნათება ერთი და იგივე მე მგონი. არა ერთი. კი, დედა, წითელი ლურჯი, მწვანე, იქაც იგრეა და ხო, ეგრეა, იმას ყვითლებიც აქვს. ხო რა, ესე მოდის. არა, მას წითელი, მწვანე და ყვითელიც აქვს. კი, ყვითელიც აქვს. კი. ესე იგი ისიც იგივეა. ორი გქონია ერთი და იგივე, რატომ იყიდია ერთი და იგივე? რა. მაგრამ სხვათა შორის ლამაზია ერთ გაგმულიო. ხო, ერთ ფერში. ხო. ეს ლამაზია. ფარდა უნდა იყიდო კიდე. აი ესეთი და იქითაც უნდა გააკეთო. ხო. იმ კუთხეში უნდა გააკეთო. და ჩამოასე. ან ამ კუთხეში. ნიქანი. აი მე ასეთები იყიდება. ხალხო, აი ესეთები. ეს ვარსკვლავები ხალხო, აი ეს. ვარსკვლავები. ესე. აი ფერადი. აი როგორც ისინია ის მეორე ფერადები, აი ფერადი რა ლამაზია. ფერადი რა ლამაზია თან. ხო, ძალიან ლამაზია ფერადი. ის რო გამოვიდა კიდე, ირმის ფორმა რო აქვს, განათება რო აქვს. ხო, მარტო. ხო. მარტო ირემია. მარტო ერთი ირემია და განათება. განათება. ხო. მართლა კარგია იქ მომწონს. მოწონს. არა, სხვათა შორის ახლა უბრალოდ გამოაბავ რაღაცებს გააკეთებ, მაგრამ აი მაინც შემოდიხარ და ანათებული ლამაზია, ხო. ისა მაინც ლამაზია ძალიან. იქ დამჩა გასაკეთებელი კაცო. ხარ 26-ია? ხარ 26-ია? ზეგ 27? 27-ია ზეგ 28. ეხლა რომ სამშაბათი მოვა, ამ სამშაბათს არის ის რა ქვია, 31. ხო. ხო და ის პიროტექნიკა, აი ეგ გამიხარდა ხალხო, რომ პიროტექნიკა აღარ არის. პიროტექნიკა კი ბატონო ძალიან გამიხარდა. ადამიანებს აზარალებდა, ძაღლებს ეშინოდა, ცხოველებს ყველას ეშინოდა. კატებსაც მათ შორის. აი პიროტექნიკა ის რო აფეთქდება. ეს ნამდვილად კარგია, ეს ნამდვილად სხვათა შორის ხალხო იცი რა არის? ძალიან აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას პირველ რიგში. სუნთქავი გიორგი იმ რაღაცას რო უშვებ. ჯერ რო უშვებ იმას სუნთქავ. ხო, რა თქმა უნდა. ხანდახან ისეთი ბოლი დადგებოდა ხოლმე რო ისვრედან, ისეთი ბოლი ასე გოგონა რა. სულიერა საშინელი მერე. აი იმას ორგანიზმში ჩაისუნთქავ, იმას რო იმას არა და ზოგი უკუღმა იკავებს, ზოგი რაღაცნაირად იმოშვება და ზოგს ხელები მოაგრიჯა, ზოგს ფეხი აღარ აქვს, ზოგს რა ვიცი მე რა ემართება. თან ის გამოყენების წესი ქართულადაც არ აწერია, აწერია ჩინურად. ეხლა შეიძლება მაგალითად
ჩინური არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ ხალხო, მაგრამ შეიძლება მე ვიცოდი ჩინური და წავიკითხო ჩინურად, რაც წერია, მაგრამ სხვა ყველამ ხო არ იცი. და გინდაც ინგლისურად რო წერია ხოლმე. ყველამ ხო არ იცი, შეიძლება მე ვიცი წავიკითხო, მაგრამ ყველამ ხო არ ესმის ინგლისური და ყველამ ხო არ იცი. That's cool. ხალხო, სიმართლე რო გითხრათ, მაგის გარეშეც ძალიან კარგად მოვა ახალი წელი. თავარია მშვიდობა იყოს ხალხო. ხო. ჯანმრთელობა იყოს. და რა ვიცი მე. ყველაფერი იქნება ჯანმრთელობა და მშვიდობა რო იქნება და დალაგდება თავის ადგილზე ყველაფერი. პიროტექნიკა სულ არ იყოს ისაჯობი, ადრეც არ იყო პიროტექნიკა და ჩემ ბავშვობაში შუშხუნას ავანთებდი ხოლმე, მაგრამ ხო ვიყავით. ის არც დაგაზიანებს და არც არაფერი. ხო ვიყავით. ვარსებობდით და უფრო ჯანმრთელი ვიყავით და უფრო სხვანაირი იყო. არა, განაცუდია ეხლა, მაგრამ ელემენტარული უფრო ლამაზი კი არის, მაგრამ დანდობა იყო ადამიანებში, უფრო აი გასვლა იყო, აი ადამიანი, ეხლა ადამიანს აი უკვე ისე გაქვს ისა მიჩეული ადამიანს, აი სიკვდილიც უკვე იცი რა გოგონა. ის არის აქვია. ჩვეულებრივ ამბავი და ყველაფერი აქვს. მოვლენა რა, აი ჩვეულებრივ მოვლენა, მოკვდა და всё, მოჩა. აი ჩვეულებრივ მოვლენა და არ უნდა საერთაშორის მის რაგოსურად უფრო იყო ადრე. ადრე რა თქმა უნდა, კი. უფრო ურთიერთობა იყო. უფრო ურთიერთობაში უფრო იყო, კიდე. უფრო ერთად იყავით, უფრო იცი რა არის? ხანერი. აი სუფრაზე რომ მოვხვდებით ისინი რა ქვია. ხალხი ხო? ხმას ვერ გაიგენ მგონებ ხალხო. ტელეფონებში ვართ ჩარგულები თავით. ხო და ელემენტარული მაშინ უფრო ურთიერთობა იყო, გაგება იყო, ამდენი ბოროტება კი იყო, განა არ იყო ახლა ბოროტება ადრეც იყო და ეხლაც არის, მაგრამ ეხლა იცი რა არის? აი თითქოს ბოროტებას გავცელდა. აი რაც უფრო მეტი ის შემოვიდა, რა ქვია, განვითარება, მით უფრო გაბოროტდა ხალხი. თითქოს ახლა განვითარებას დააბრალე. თავიდანავე გქონდათ. ადამიანებს ზოგს თავიდანავე ორგანიზმის სისხლში გქონდათ გამჭრალი და მაგიტომ ეხლა გამოჩნდა ყველაფერი თორე. რატო გამოჩნდა ეხლა ვითომ? ისთვის? ეხლა გახდა ყველაფერი ღია თორე. განა არ იყო, ადრეც იყო. ძალიანაც კარგად იყო. ყველაფერი იყო, მაგრამ გიორგი, აი ურთიერთობა უფრო იყო. ბავშვი გავიდოდა ბავშვებთან, ბურთს ითამაშებდა. აი მაგალითად რა მინდა გითხრათ. გინა ჩემი თაობის ისინი. სტუდენტობა არ იყო კარგი? კი, როგორ არა. ჩემი თაობის ადამიანები დამეთანხმებიან ალბათ. დღეს ჩვენ თაობას და ჩვენს მომდევნო თაობას ინტერნეტი რო არ გქონდეს, არც შუქი გქონდეს და არც ეს კომუნიკაცია არ გქონდეს. ალბათ ვერ დეპრესიისგან მოკვდებოდით ალბათ. დეპრესიაში ჩავარდებოდით ხალხო. ისეთში აი ცოტა ხანი რო ინტერნეტი გაიჩება, ან დენ რო გაიჩება, მე ვერ ვარ. ხო და ადრე ადრე არ იყო ინტერნეტი. სულ იმას ვიძახი რა გავაკეთო. ხო და არ იყო, არც შუქი იყო, არც ინტერნეტი იყო, წესიერად არც ის იყო, მაგრამ კომუნიკაცია იყო. და ერთმანეთთან ვიყავით. იქ ბავშვი მოვიდოდა შენთან, გაერთობოდი, ან დახატავდი, ან ბურთს ითამაშებდი, ან დახუჭობანას ითამაშებდი, ან დამალობანას, ან წრეში ბურთს, ან კალად იმას ჩოგბურთს, ის რო არის, ბამბიქტონს, ან რეზინობანა თუ გახსოვთ. როგორი იყო? ხო იყო. რეზინობანა, რაც მე ვითამაშია და ბოლოს რო ახტომა რო გვინდოდა და აქამდეც აქ ქონდა რეზინა, ესე ქონდა ხელები და რეზინა ზემოთ იყო. იქ რაფერა ხდებოდა. ხო. აი იქ რო უნდა ახდეს ზემოთ. ხდებოდით, რა ვიცი, მე რატომაც ფეხს აწევდი და ჩადგავდი. რაში? აქ რა ვიცი. ადრე. ელემენტარული. ახლა ყველა კი ვერ აკეთებდა, მაგრამ ალბათ იყო ეგეთი რაღაცა. რეზინობანა, იქ რა ვიცი. ის რო იყო რა ქვია? რა ქვია მას?
ნამიო კობანა და კიდე რაღაცა იყო. ხო რაღაცა ამის პატრონმა რა ქნას უფრო ხო რაღაცა ამის იყო. პატრონმა რა ქნას რაღაცა იყო. შენი რაღაცა თამაში მახსოვს. იყო რა ცუდი იყო ბატებოს ათხართ ესეც ხო იყო რაღაცა დამალდაფუჭობანა. ტყეში რა სჭამთ ბალახს და არიქა სკინტლიანი მგელი მოდისო ესე იგი ბრუციანი მგელი მოდისო და გამოიქცეოდნენ აი რაღაცა სკინტლიანს ეძახოდნენ რავი სკინტლიანი რატო ერქვა რა ვიცი მე მაგრამ აი ელემენტარული ელამი ის მოდისო რა ქვია გელიო მაგრამ ელემენტარული აი რა ხო იყო კარგი იყო აუ ხალხო ამ TikTok-მა კიდე სულ გადარია ეს ხალხი ბებრებიც კი გადარია ხალხო ტყუილი კი არა აი მე გავსულელდი ტყუილი არა სხედან ეს ისინი რა ქვია ბებიის ტოლა ქალები და კაცები ვაიმე შეხედვა დაგეზარება ზოგი იგინება აი იფიქრებ რომ ადამიანი რო უყურებ იფიქრებ ხლა ამას იქ რო იყო გადამოვიღებდი და კარგად გავხეთქავდი ცემაში თქო იგინებიან იმან მასე უბრუნებიან ის ჩამირიცხე იმდენი ჩამირიცხე ამდენი ჩამირიცხე ის უნდა გავაკეთო ეს უნდა გავაკეთო არ მალავეთ არ ხახნო გავსულებდი ახლა ელემენტარული ვიღაცას შეიძლება ვიღაცას უნდოდეს გიორგი პატივისცემა YouTube-ში იქნება, TikTok-ში იქნება თუ რაღაცაში იქნება. შენ იმას ხო არ ეთხოვ არა სიტყვაზე ვიღოთ. როს ხედან და იმას აშენებენ. გულით გიგზავნის იმას და იმას გულით ძალიან მადლილი ხარ იმისი რომ აი ვიღაცა რაღაცას დაგეხმარებ. აი ეს უფრო მადლი არის რომ აი შენ ვიღაცა მე ხლა რომ დავჯდე ის არის რა ქვია რომ დავჯდე და მოგთხოვოთ ხალხო იმდენი ჩამერიცხეთ, ამდენი ჩამერიცხეთ და თქვენც მე რომ მირიცხოთ. ეს რა უბედურებაა? ხო, ნამდვილად აი. ლაივში რომ დავჯდე TikTok ლაივ, მაგალითად TikTok-ი იყოს და რომ დავჯდე ლაივში და რაღაცები წავისვა სახეებზე, შემოვიერთო სხვადასხვა ისინი და უნდა ვეჯიბროთ რომელიც დაურტყავს ან ლომს, ან ვარდს, ან გულს, რა ვიცი. ხო და აი არ უნდა იყოს, ნამდვილად არ უნდა იყოს. აი რაღაცას ვლაპარაკობდი გიორგი და დამავიწყდა ახლა. ვეღარ მოვედი ახლა გონზე. რომ ჩაგირიცხავს ვიღაცა თავისი გადაწყვეტილები. ეს შეხვარეობნები რომ ხო, აი ეგ ძალიან სასიამოვნოა. აი რაღაც რატომღაც აი ძალიან ქსიამოვნოს ადამიანი რომ აი თავისით მოიფიქრა და იმას ფიქრობ ადამიანი კიდე რომ აი მართლა შერჩენია ამ ქვეყანას ეგეთი ადამიანები, ხო? და აი ქსიამოვნოს თან ადამიანი ემიგრაციაში არა, ემიგრაცია მარტო თანხაზე არ არის გიორგი. ელემენტარული მე თანხაზე არ ვიცახი მარტო. აი ელემენტარული მარტო ადამიანი ზის და ან თბილ კომენტარს აი თბილ მოკითხვას მოგიწვნის, თბილ აი თქვათ კომენტარს დაგიწერს, აი ძალიან სასიამოვნო. მოგიკითხავს. ხო, რა თქმა უნდა. აი მარტო უფალმა დაგლოცოს მარტო ეს რო გითხრას ადამიანმა, ხო? აი შენ იმის მარტო ფული კი არ არის ადამიანი. მე ფულით ადამიანს არ განსჭი და არ ვაფასებ. თავარი ადამიანობაა. თავარია შენ ის ფული იმიტომ გადმოგცა იმ პიროვნებამ რომ იმანს ადამიანობა შერჩენია და იცის იმან რომ აი ადამიანს როგორ დაეხმაროს. შეიძლება სიტყვით, შეიძლება ფულით, შეიძლება ჩუსტით, შეიძლება ფეხსაცმლით, შეიძლება კამფეტით, შეიძლება რაღაცით, ხო, ელემენტარული. თავარი ადამიანობაა. მარტო ის კი არა მილიონები დამირიცხოს ვიღაცამ და შენ თვითონაც არაფერი. თავარი ადამიანობაა და იმ ადამიანს შერჩენია ის მადლი, ის ძალა, რომ ელემენტარული ერთი სიტყვაც დაგიწეროს თბილი, ერთი რაღაცა გასიამოვნოს, ერთი კომპლიმენტი გითხრას. ელემენტარული, მარტო ფულზე არ არის, რომ მე ფულები მირიცხეთ და სხვა არაფერი. არა, ეგ ნამდვილად მე ფული არ არის. აი ძალიან სასიამოვნოა, გინდა ფული ჩარიცხვა, გინდა თბილი კომენტარი რომ მოვა მაგალითად და აი მე ხანდახან გადავხედე აი ძალიან სიამოვნო გულს მithობს ნამდვილად და აი ყველასთვის ყველაზე მადლიერი უნდა იყო ყველასთვის ელემენტარული ზოგი ისეთი იქნება
ზოგი თბილ სიტყვას გეტყვის, ზოგი ფულს დაგირიცხავს, ზოგი იმას, მაგრამ აი შენ რო იჯდე და იმათ ხოლოდო, შენამდენი დამიწყე და შენამდენი ჭამირიცხე და შენამდენი ქენი და მე ის მინდა და მე ეს მინდა, ეგრე არ არის. კი, მაგრამ ეს მაინტერესებს კიდე. იმების მიგვის, ვიც ამ ყველაფერს აკეთებს. ხალხო, ძირითადად ემიგრანტები ურიცხავენ ხოლმე. ხო და ემიგრაციაში წახვედი. რამდენი ფულს იღებ, რომ იმათ ურიცხავ, რა ქვია. თან ეს ისინი ლომები და რაღაცები რო დაარტყა, როგორი ძვირი ღირს. ძვირია. ზოგი $100-იანია, ზოგი $500-იანია, ზოგი $1000-იანია და ესე ხო? $1000 ამდენია ხალხო. ხო. და სადა გაქვს ადამიანს ახლა დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ გონი $1000 გინდა თუ ლარი იქნება, ისიც ფული აღარ არის ხალხო. მილიონი არ არის, რომ უცბად დაიხარჯება. წამში. ხო და ნებისმიერი რაღაცა მადლი უნდა გამოხატო ადამიანს, აი მაგალითად იმ დღეს ახალგაზრდა პიროვნება არის თუ ვინ არის, აი არც მოუწერია და არც ვიცოდი, ხო, ნამდვილად და გინდა ერთ-ერთმა გოგონა სახელი, იმიტომ არ თქვი რომ შეიძლება არ უნდოდეს. ხო, ელემენტარული და აი ძალიან მადლიერია ვართ. აი ძალიან, აი დღემდე ვიძახი რომ აი როგორ უნდა გადაუხადო პატივისცემა იმ პიროვნებას და ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან მეოთხეს, აი როგორ უნდა გადაიხადო, მაგრამ აი ჩვენი მადლიერება, აი ჩვენი გახარება, აი ორმაგად დაბრუნებოდეთ მათ და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს. და გინდას რომ გზაში შეუძლოდ გახდები, ხო? და ვიღაცა რომ მოვა და დახმარების ხელს გამოგიწვდეს. კი, რა თქმა უნდა. ვიღაცა რომ წყალს მოგაწვდის უბრალოდ. კი, რომ აი მოგასულიეროს უბრალოდ. და ნუ ის მოგცეს აი ძალა, აი ნუ გეშინია გითხრას. ხო. რომ შენთან ვარ. აი მაგის პატივისცემის მეტი არაფერი არ არის და აი ელემენტარული ერთი სიტყვის დაწერის, რომ დაწერ ერთ სიტყვას და აი შენ რო წაიკითხავ თვითონ. გინდა საერთოდ არ დაწერო და უბრალოდ რომ იმას აშვება რა. გულს გიწერს. შენს თითოეული ვიდეოს დროს გამოყოფს რომ შენი თითოეული ვიდეო დაწერაზე არ არის. ვიდეოს უყუროს. რა თქმა უნდა დედა კი. და ზოგჯერ ხალხო და რეკლამებს უყუროს კიდე რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. რეკლამებსაც ზოგჯერ ხალხო იმ სიგრძე რეკლამა ჩაირთვება ხოლმე რაღაცას რო უყურებ. აი მე ბესდება. რა თქმა უნდა. ეგრეა, მაგრამ აი მადლიერი უნდა იყოს ადამიანის და პირველ რიგში უფლის. რომ იმ უფალმა მოგავლინა ამ ქვეყანაზე. და უფალის მადლობელი კი არა, მადლობელზე მადლობელი უნდა იყოს. ხო? ხო. მართალია. რა ვიცი. ჩვენ არა ვართ ეგეთი ადამიანები, რომ აი ადამიანს არ ვიცი. ზოგი იტყვის ხოლმე რომ ხალხიო ცხოვრებამ გააბოროტაო ხალხო. ჩვენ რატო არ ბოროტდებით? ან თქვენ რატო არ ბოროტდებით? ვინც მიყურებთ ახლა. რატო არ ახართ ეგეთები? ან ჩვენ რატო არ ვართ ეგეთები? კარგი და რა ცხოვრება. თავიდანვე გქონდათ და ბოლოში გამოაჩინეს თავის კლანჭები. კი, რა თქმა უნდა. აი კატა მაგალითად რომ გაბრაზდება მაშინ ხო მაშინ აჩენს იმას რა ქვია კლანჭებს. როცა სანადიროდ მიდის. კი. ეგრე არის. და ეს ტროლ ბოტები ხო იცოცხლე. ემდენი არიან რომ დაიწყო დათვლა სათვალავი აგერევა. მართალია მართალი. რამდენზე ვარ? 23. ხო და რა ვიცი. მე ყველას მადლიერი ვარ და ყველას მადლიერი კი არა, ელემენტარული ერთი გულს რო ვიღაცა დაგიწერდა და ელემენტარული შენ ვიდეოს უყურებს.
ეგ მაგას ძალიან დიდი, ზემადლობლები ვართ ხო და კიდე რა მინდა თქვა იმაზეც ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ ვინც მანქანებით ხალხო სწრაფად დადის საერთოდ მანქანაც უნდა ჩამოვართვან ცოტა ხო სწრაფად რო დადის რო დაქრიან ხო მანქანაც უნდა ჩამოვართვან მართვის მოწრომობა ხო საერთოდ თვალით არ უნდა დაანახო და უნდა ატარო ფეხით რომ მიხვდნენ რა გააკეთეს კი შენ რო დადიხარ ეგრე სწრაფად შეიძლება ვიღაცა მოკლა მართალი და ზოგი იმასაც არ იმას აშუება ხოლმე რომ გააჩეროს მანქანა და უბრალოდ მოიკითხოს ადამიანი იქნება გადასარჩენი აქ მართალი 26 წლისა ვარ და ჩემს ცხოვრებაში არ მომცვლია ეგეთი რაღაცა რაც გუშინ დამემართა ვისაც იმას დაგმართნიათ ეგეთი რაღაცა მიხვდებით და მეთანხმებით ეს იყო რაღაც ძალიან აი ვერც ახსნი სიტყვით როგორი შეგრძნება ცუდია როცა უყურებ რომ მოდის მანქანა და გეჯახება და ვერაფერს ვერც ვერაფერს ვერ აკეთებ რას იზავ ის მანქანას ყურებ ტაცებს და იმას იზავ რა ქვია გაისვრი მაგ დროს ხო შეიძლება ან წელი გტკივა თავი გტკივა რა საერთოდ ფეხი გტკივა ყველა ტკივილი გავიწყდება და მოგდის აი რაღაც არაამქვეყნიური ძალა მოგდის რომ რაღაცნაირად თავი გადაიჩინო და იმ ადგილს გაეცალო კი რა თქმა უნდა აი მე რო არ მომეფიქრებინა და არ გადამხტარიყავი იქით გადამივლიდა აი ფაქტიურად გადამივლიდა ხო და ეგეთი ადამიანები ცოტა ხა დააკლდა რომ არ გადამიარა მანქანა ჯერ პატარა მანქანებს აკროლებენ ესე და მით უმეტეს ამ ხელა ვირტული მანქანა რომ მოყავს ესე აი მე არ ვიცი ემედია ვინმე არ გაიტანა ან თვითონ არ შეასკდა სადღაც ამ მშვიდობა აჯერჯერობით არ ვეგავუგია არ ფერი გაგვიგონია ეგეთი რაღაც ჯერჯერობით გავიგონებდით გავიგებდით ხოლე ლიბრეში მივდიართ ხალხო ცოტა რაღაცები საღამოს გვინდა გადასვლა რაღაცებს ვიყიდით საახალწლოდ მე წავა საახალწლოდ მზადება ხალხო დღეს ესენი რო დავალაგეთ ის არის რა ქვია ესენი რო დავალაგით და ეს აქ დივანი იდგა ისინი რო გავიტანეთ იმას ავქენით რა ქვია ისე მეტკინა ხალხო რომ მოხლი აი იქაც დაგათვალიერებიეთ როგორ დავთ ხო იქითაც დაგათვალიერებიეთ ეხლა ვერ იმას ვიზავთ შუქი ისე გადაიწვა გასაკეთებელი გვაქვს რა ცუდი იმითი გადააბა იმ კაცმა ვიღაცა და რა გავაკეთოთ და შნურს ვიყიდით და რა ვიცი ეგრე არის ჩვენი საქმე რა ვიცი როგორ უნდა იყოს ადამიანი რომ უმადური იყო ადამიანი ელემენტარული აი მარტო გამარჯვებასაც გეტყვის ისიც მადლობელი უნდა იყო გამარჯვებას რო ვინმეს ეტყვი და რამეს არ ჩაგარტყავს თავში და რამეს არ გესვრის მადლობა უნდა გადაუხადო პირიქით კი და უბრალოდ რომ შეხედა ადამიანს და რამეს არ გესვრის და არ მოადა არ იმას იგიზავს რა ქვია ჩაგწევს მადლობელი უნდა გახდე მადლიერი უნდა იყო მაგით კი დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა ხალხო ყველაფერს მადლიერი უნდა იყო რა იქნება როგორ იქნება რა ვიცი საითკენ მივეხანებით ხალხო არ ვიცი
მივიქანებით სად მივიქანებით? დრო გამოვნახოთ დრო რომ ამოვიქაჩოთ იმ უფსკოლულიდან რო არჩევთ ხმა უნდა ამოვიღოთ დღეს რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში იმაზე უნდა ამოვიღოთ ხმა არ უნდა დავხოჭოთ თვალი და არ უნდა დავეძინოს შეიძლება ჩვენ არ ვიდგეთ იმაზე რა ქვია აქციაზე არ ვიდგეთ მაგრამ რამენაირად ნებისმიერი ფორმით უნდა გამოვხატოთ ჩვენი ისა აზრი ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ რამენაირი გზით ნებისმიერი გზით რომ მომავალში არ გქონდეს ესეთი რაღაც არ განმეორდეს და მომავალში არ გქონდეს იმაზე სალაპარაკო რომ რატო არ ამოვიღე თავის დროზე ხმა და რატო არ გავედი ან რატო არ თქვი რაღაც ჩემი აზრი რატო არ დავაფიქსირე რა ვიცი ჩემი აზრი ესეთია და ყველას თავის აზრია ახლა შეიძლება ვინმე შემოვარდეს და თქვას რომ ის ახალ ნაციონალიობა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ არც ერთი ვარ და არც მეორე არც ნაციონალური მხოლობი და არც ქოცვიური მხოლობი ყველა მე ვარ არც ერთია ქართველი და ძალიან ვამაყობ ამით რომ ქართველი ვარ და საქართველოში ცხოვრობ რამდენზე ვარ 30-ზე ვარ წავედით ხალხო თორე ვეღარ ავტირთა მე 31-ზე ვარ ახლა 30-ზე ვიყავით მოდი ახლა ხალხო დაგემშვიდობებით თვალები მეხუჭება მომავალიდემდე აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით ჯანმრთელობას წინსვლას ბედნიერებას მუდამ ყოფილიყო სუფალი ჩვენსკენ და მოვტრიალებული იყავით უფლისკენ რომ უფალს შევთხოვოთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის და ჩვენი ახალგაზრდობის გადარჩენისთვის აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით გისურვებთ მშვიდობას ჯანმრთელობას სიხარულს ბედნიერი ახალი წლები მოგსვლოდით ბედნიერად გაგეტარებინოთ თქვენი ცხოვრება და არ მოგიწიოთ იმაზე ფიქრი რომ მომავალში რა იქნება აბაჰო უფალი თქვენსკენ ჩვენსკენაც რა თქმა უნდა კარგად იყავით მაგრად იყავით მომავალ ვიდეომდე აბაჰო კარგი საღამო რა აღამი უფრო სწორად ღამე მშვიდობის